კრედიტის ლიმიტი ფილმის პრემიერა კასპის კულტურის ცენტრში პროექტის კინო რეგიონებში ფარგლებში კასპში პირველი კინოჩვენება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე, ფილმის რეჟისორი ნუცა ალექსი მესხიშვილი, მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მსგავსი სახის კინოჩვენებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კულტურის სახლებსა და ცენტრებში გაიმართება, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ეკრანებითა და პროექტორებით აღიჭურვა. კინომიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროექტის კინო სკოლებში. შემდეგ კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა კინოცენტრმა მორიგი ნაბიჯი გადადგეს. ეს გახლავთ პროექტი კინო რეგიონებში, რომელმაც დღეიდან დაიწყო მუშაობა და 10 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. ამ დროის განმავლობაში მაყურებელი საქართველოს 19 რეგიონში წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს იხილავს. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით ქართული ფილმების დისტრიბუციის პირველი შემთხვევა. პროექტის იმოდ კასპის კულტურის სახლში გაიხსნა. სწორედ აქ შედგა მაყურებლისა და კრედიტის ლიმიტის რეჟისორისა და მთავარი როლის შემსრულებელ ნინო კასრაძის შეხვედრა. ფილმის ჩვენებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა. იქნება ახლა საშუალება იმისთვის, რომ კარგი დრო გაატარონ, საღამოს მივიდნენ მეგობრებთან ერთად, ოჯახის წევრებთან ერთად, კარგი ხარისხით. თანამედროვე ქართული ფილმები ნახონ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლიდან წლამდე ეს შიდა სადისტრიბუციო ქსელი განვითარდება, კერძო ბიზნესი ჩაერთვება ამ ქსელის კიდევ უფრო მეტ განვითარებაში და მომავალში ქართულთან ერთად უცხოურ ფილმებსაც ვიხილავთ რეგიონებში. ძალიან მისასალმებელია, რომ საქართველოში ამდენი წლის ესეთი დიდი წყვეტის შემდეგ ეს დაიწყოს, ეს დღე დადგეს, ასე რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ესეც ჩამონათვალი რომ ნახე ამ ქალაქების, რომელიც პირველი არის კასპი და მე რამდენი ადგილია რეგიონებში, ძალიან დიდ სერიოზულად დიდ ემოციებს იწვევს ეს ფაქტი. მუნიციპალიტეტებმა ფილმები სიმბოლურ თანხად 600 ლარად პროდიუსერებისგან შეიძინეს. მათი გაქირავების შედეგად მიღებული თანხა კი რაიონის ბიუჯეტში დარჩება. ამრიგად ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი სამსახურები დაინტერესებულები უნდა იყვნენ, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოიზიდონ, ანუ პროექტი პოპულარული გახადონ, რადგან შემოსავალი სწორედ მაყურებლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ბილეთის ფასის განსაზღვრაც მათი პრეროგატივაა. მინიმალური ფასი 1 ლარია, მაქსიმალურის დაწესება კი თავად შეუძლიათ. მთელი შემოსავალი, რაც მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ კინოჩვენებებიდან თავად დარჩება იმ კულტურის სახლებში ან ცენტრებში, სადაც გაიმართება ეს კინოჩვენებები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი ინტერესს გამოიწვევს ეს აქცია. ქართული ფილმები მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ისე როგორც საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად ჩვენი პროდუქციის და ჩვენი კულტურის, ასევე შიდა მოხმარებისთვისაც. ასე რომ ვთვლი, რომ მოუწოდებ ყველას, რომ ხარი დაუჭირონ ამ პროექტს და აქტიურად იარონ ამ ფილმებს. ეს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ნებისმიერი ხელისუფლების დონეზე ამ პროექტის განხორციელებაში. იმედია, რომ პროექტი წარმატებული იქნება და მოსახლეობაც დიდ სიამოვნებას მიიღებს. კულტურის სახლებში, ფოლკლორის სასახლეებსა თუ თეატრალურ დარბაზებში 8 ფილმს აჩვენებენ. სალომე ალექსი მესხიშვილის კრედიტის ლიმიტს, ზაზა ურუშაძის მანდარინებს, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის გრძელ ნათელ დღეებს, ლაშა ცქვიტინიძის მე ვარ ბესოს, გიორგი ოვაშვილის სიმინდის კუნძულს, ლევან თუთბერიძის ცხრამთა სიქით, თინათინ ყაჯირიშვილის პატარძლებსა და ლევან კოღუაშვილის შემთხვევით პაემნებს. ამ ფილმებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.